საიდან დაიწყე რემონტი? რა იყო პირველი ეტაპი? იდეაში ვაპირებდით, უბრალოდ რაღაც შეღებვა გას, ცოტა სუფთად რო ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, რაღაც გარკვეულ შეცდომებსაც გადააწყდებოდი, ხო? როგორც ცალი ხელით ის ხემეჭი და სალით ეს მეჭი. რომ მოდიოდნენ ამ კედლებს უყურებდნენ ესეთი რო იყო. ხელოსნობით მოგყავდა. აი რაღაცა რომ აინტერესებდა ხია. შენი ხელით რო გაკეთებული, ალბათ თავის პლუსებიც აქვს, ხო? მაგრამ ისინიც აქ აი რო იცი რომ იქ კუთხეში რაღაცა ისე ქენი, ძალიან კმაყოფილი ვარ თავიდან ბოლომდე, ისე მიხარია და მსიამოვნებს რო ეს არის პოდკასტი რემონტის ამბები, ჩემი სტუმარი კი არის გიორგი, რომელმაც თავისი ძალებით გააკეთა რემონტი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოდკასტზე ძალიან საინტერესო ინფორმაციას გავცვლით, ხო ასეა? იმედია. გიორგი, როგორ ხარ პირველ რიგში? კარგად, შენ როგორ ხარ? კარგად, მადლობა. მოდი დავიწყოთ თავიდან და მითხარი, საიდან განჩნდა ეგ იდეა, რომ თავად გაკეთებინა რემონტი სახლში? ეგ სახლი მოკლედ ბაზალიცია ლაპარაკი, რომ მაინც ვახსენოთ, დიდი ხანია გვაქვს, ალბათ 25 წელია. ხო და ისე იყო ცოტა მიგდებულად და ანუ ყველაზე ისეთი დიდი мотиваცია ბავშვი ყავდა აყვანი და ძალიან მოეწონა იქაურობა და ის არ იყო პირობები რა დიდათ რომ ბავშვით ყოფილიყავი და მაგან დაგვაწყებინა რა და დანარჩენი ახლა იქ თვითონ ეგ სახლიც ისეთია რომ ახლა რემონტს მაინც ვერ დავარქმევდი კი არ და ანუ შეიძლება მაგრამ ეგ რაღაც მაგის მუღამი უფრო ქონდა რომ ჩვენით რაღაცები საიდან დაიწყე რემონტი? რა იყო პირველი ეტაპი შევთვის? პირველი იყო შევარდით საძინებელში და აი არაფერი არ ვიცოდით და ყველაფერი არასწორად გავაკეთეთ მაგ ოთახში. მაგ ოთახმა მერე გვასწავლა უკვე შემდეგ ოთახზე ცოტა პროფესიონალურად რომ ანუ სხვასთან ერთადაც იღებდი ხო ამ პროცესში მონაწილეობას? მე და მარიამმა დავიწყეთ ის ოთახი რა, ის აძინებელი პირველი, ეს ფითხი და შეღებვა და ასე შემდეგ. სხვათა შორის იატაკიც დავაგე მანდ. აჰა. ხო და მე უკვე დიდ ოთახზე ცოტა სხვანაირად მივდექით რა. და იცოდი რა მასალები დაგჭირდებოდა თუ ნუ პროცესში გზადაგზა იგებდი ამ ხო, ინფორმაციას. პროცესში იგებდი ხო ამ ინფორმაციას. იდეაში ვაპირებდით, აი უბრალოდ რაღაც აი შეღებვა გას, აი ცოტა სუფთად რო ყოფილიყო რა. და კოსმეტიკურ რემონტს აპირებდი ხო როგორც მოხდა? და მე უკვე შევყევით. დარწმუნებული ვარ რაღაც გარკვეულ შეცდომებსაც გადააწყდებოდი. ხო, აი მაგ შეცდომებზე რომ მოგვიყვე მოკლედ. შეცდომებს? სხვათა შორის ძალიან უშეცდომოა. მართლა? არა, ეგეთი შეცდომები ახლა სიმართლე რო გითხრა რომ აი მე რაღაც თავიდან რაღაც დანგრევა და თავიდან დაწყება ყოფილიყო საჭირო ეგეთი არაფერი არ ნუ პატარა რაც იყო ხო მაგრამ ნუ ისეთი რა დეტალები უფრო რა რომ აი იმაზე იმის წასმა ჯერ არ შეიძლება ჯერ ეს უნდა წაუსვა მე ეს უნდა წაუსვა ეგეთები იყო ეხლა რამდენიც კედლები შეღებე თუ შპალერი გამოიყანა შეღებე ხო და თან ანუ რომ მომყავდა რა რაღაც მომენტში ხელოსნები ხელოსნობით მოგყავდა. აი რაღაცა რომ აინტერესებდა ხო რა, რასაც ვთქვათ მე ვერ გავაკეთებდი ხა აბაზანაში აი ეს კაფელი და მეტლახი არ გამიკეთებია და რაღაცებზე რომ მომყავდა რომ უყურებდნენ, ანუ მე იდეაში უკვე დამთავრებული მქონდა რა, ეგრე ჩემთვის აი კედლები უკვე შეღებილი მქონდა და რომ მოდიოდნენ ამ კედლებს უყურებდნენ ესეთი რო იყო ეგონათ რომ ჯერ კიდე გასალესი და გასაშვაკლი და შესაღები იყო და მე დამთავრებული მქონდა ამ დროს. ანუ მაგას ვიცახი რომ ის არ მქონია რა, აი რაღაცა გასწორება და ხო, ეგენი არ მქონია. რეალურად კედლები უნდა გასწორდეს. ნუ რა ვიცი, თუ საჭიროა. ხო, ნუ ესეც გემოვნებაზეა, მაგრამ და სად რა, ეხლა ხო გააჩნია, ხო, მაინც ხა რა ხან ეს არ არის ქალაქის ბინა, ხო, მესმის რომ შეიძლება იცი რა, მაგან რაღაც ესთეტიკად შექმნა და თავისი ხო, რაღაც თავისი ის აქვს რა, რაღაცა ხო, სტილი კი არა და ხასიათი. თუ იყო პროცესში რაიმე მასალა რომლის ყიდვაც გაგიჭირდა, აი ვერ ეძებე და დაგამახსოვრდა. რომლის ყიდვაც გამიჭირდა მასალა?
ანუ მართლა აი როგორ ვაკეთებდით, იცი ხან ერთ საღებავს ყიდულობდით, ხან მეორეს, ხან ერთ იმას, ხან მეორეს და ეს შენთვის ხარჯი იყო ალბათ, ხო? აი ხო გეუბნები, პირველი ოთახი იყო ეგ რა, აი ცოტა აზრზე მოსასვლელი, რომ აი რა უნდა ვქნათ და როგორ უნდა ვქნათ და მეორე ოთახში უკვე ვიცოდით რა დაახლოებით. რა იყო საჭირო და როგორ იყო და მაგიტომ მეორეს ცოტა ისე მივყევით რა. თითი კინომ დავკარგე, მაგრამ ეგ უკვე იმ ხეზე. უშაობის გადარჩა. 10 გაქვს ახლა. კი, მაგრამ ნუ ერთს ვერ გვცნობ. ფაი. და იცი რა მაინტერესებს, რა მასალებს იყენებდი? იცოდი, მაგრამ ხარისხიან მასალებს ანიჭებდი უპირატესობას თუ მაინც რახან არ არის ქალაქის ბინა, მაინც რაღაც უღარისხოზე წახვედი? არა, ეგ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ხარისხიანი ყოფილიყო ყველაფერი და ნუ თანამშრომლობდი ბევრ კომპანიასთან და შესაბამისად მასალაც მაქსიმალურად ხარისხიანი გქონდა. რამე სასაცილო ისტორია ხო არ გახსენდება პროცესში? რა შეგიძლია რომ მოგვიყვე? ხო, აი ჭერზე ხეს ვაკრავდი და ხო და ძალიან გაუთამამდი ამ ბარგალკას, აი როგორ იცი, ცალი ხელით ის ხე მეჭირა, ცალით ეს მეჭირა და მივაყოლე ეს თითთან ბავშვთან და დედაჩემთან ერთად ვიყავ, მეტი იქ არავინ არ იყო. პანიკა იყო. მოიცა მიაყოლე თითი რას. მაგრამ ნუ აი სად მივხვდით რომ გადავრჩი ჯერ ვერც გავიგე რა მოხდა სად მომხდა სისხლი დავინახე რა ანუ ეს ვერ იყანება მთიც? კი გადამირჩა რა ხო და იქვე ანუ აი გზაშივე ესე რომ გავამოძრავე მანდ მივხვდი რომ გადარჩა რა და მან დავწყნარდი ეს სასოციალო ისტორია არ არის გიორგი ეს არის დრამა ეს არის არ ვიცი ხო ეგრე სასოციალო აი მე მაინტერესებს აი შენ წაყენ ახსენო რა ხელოსნები მოდიოდნენ ჩემთან და რაღაც კითხვები დამესვა აი ეს ხელოსნები რომ მოდიოდნენ და შენ გაკეთებულს რო ნახულობდნენ რა რეაქცია ჰქონდათ აი ეგ ხო გითხარი გეგონათ რომ ეხლა ვიწყებდით გაკეთება აი ვიწურებდნენ ხო რა ნუ აი პირველი ეფექტი ეგ იყო კედლებს რო შეხედავდნენ და რო ვეუბნებოდი რომ უკვე შეღებილია მაგაზე კონდათ ისეთი რეაქცია ცოტა მაგრამ ნუ ეხა მე ვიცოდი რა როგორ უყურებდნენ და მე როგორ უყურებდი მაგიტო ეხა მაგაზე ის არ მქონია სხვათა შორის ძალიან ბევრი რაღაცა ვაპირებდი რომ ხელოსანს გაეკეთებინა და აი რაღაც ფასების და რაღაცების გამო ხო აი მოდი ახლა მაგ თემას ჩავუღრმავდეთ. მაინტერესებს აი შენით რო გააკეთე რემონტი, რაიმე თანხა თუ დაზოგა? რაიმე კი არა, ძალიან ბევრი თანხა დავზოგე. გიღირდა ანუ ხო? ანუ ხო, მაგის ისიც მქონდა რა, ანუ ინტერესიც მქონდა რომ და გვინდოდა თან რომ ჩვენი ხელით ყოფილიყო გაკეთებული, მაგრამ აი რაღაც ეტაპზე ცოტა ის გაქ ხო იცი ცოტა დაგეზაროს შეიძლება და მოგბესდეს რა და აი ეგეთი ეტაპები რო იყო, მანდ მქონდა მცდელობები რომ მომეყვანა და ვინმეს გაიკეთებინა, მაგრამ იმ დღეს ვეწყდებოდა ეგ ამბავი რომ ისე მე გავაკეთებდი რა. და შედეგით როგორ ყოფილი ხარ? ძალიან კმაყოფილი. გადააჭარბა შემოვიდი რა შედეგმა? იქ ასვლა ისე მიხარია და მსიამოვნებს რომ აი ყველაზე კარგად გვძნობ ხოლმე თავს. ზოგადად ყველაზე კარგია როცა შენი ბინის კარს აღებ და შიგნით შესვლოქ სიამოვნებს აი ეს არის რემონტის. თან აი ყველაფერი რო იცი სად რა არის შენი გაკეთებული აი კაია რა. შენი ხელით რო გაკეთებული ალბათ თავის პლუსებიც აქვს ხო? მაგრამ ისინიც აქ აი რო იცი რომ იქ კუთხეში რაღაცა ისექენი აი მაგენი შენ რო იცი მარტო რო ის დარჩენილია იქ გასაკეთებელი იმით ცოტა ნერვი ხა გააჩნია რა თვალით შემოვა და ვინ შემოვა და რა დრო დაგჭირდა აბრაბოტისთვის ანუ ძალიან დიდი ის გქონდა პაუზა რა ალბათ 1-6 თვე გაჩერებულები ვიყავით თორე ეგ 6 თვე რო არ ყოფილიყავით გაჩერებული ზაფხულში დავიწყე 1-2 თვე ვაკეთებდით მე აი ეგ 6 თვე გქონდა და მე ალბათ კიდე 1-2 თვე რა. ისე ამინდები ჩაგიშლიდა ხო ალბათ ხალხს? არა, ის ზამთრის გამოტოვება მოგვიწია თან რა, ეგ პაუზა ზამთარი იყო რა. ბოლო იყო ეგეთი კარებზე სახლის კარი. რკინის თუ შიდა? არის, არა, გარე, მაგრამ ხის რა. ხის გააკეთა, ლითონის. ანუ ხის გააკეთე თუ? ხის. ოკეი. როგორ უკვირს რაღაცები. ნუ ხა შენ ხა სხვა რემონტს წარმოგიდგენია რა, მაინც ხა ვხვდები რა. ხო და ძალიან მაინტერესებს before after ფოტოები და აუცილებლად გვანა ახლა.
ხო და იქვე სადღაც ახლო სოფელში იყო ვიღაც ხის ხეზე ვინც მუშაობდა რა. ხო და ჩავედი მაგასთან მაინტერესებდა კარს ფასი და ასე შემდეგ. მაგანაც ისეთი დააბრეხვა რომ შენიც დაიწყე ამ და პროფესიაში. იატაკისგან მქონდა დარჩენილი მასალა რა ხის. და ვცადე რა და გამოგივიდა. და ეხლა ეს კარები აყენია. ესე იგი, როგორც ხვდები, შენ ძალიან დიდი ცოდნა შეიძინა, ხო? და დიდი გამოცდილება ამ ყველაფერთან ერთად. ხო, ნუ ეხლა რაღაცები პირველად მოვუკიდე მან ხელი რა, მქონია ეხლა მაგის ისა გამოცდილება, რომ ეგეთი რაღაცები მეკეთებინა. ნელ-ნელა რაღაცები ვისწავლე. არაფერი ისე არის ოღონდ რა. ანუ რა დამჭერდა ხელოსანი სახში და არა, ეგეთი ხელოსანი ვერ ვარ, რომ ეხლა ეგეთი რემონტი გაგიკეთო, მაგრამ ეს რამე შეგიკეთებ სახში, არ არის პრობლემა. სანტექნიკასთან როგორ ვართ? სანტექნიკასთან ისე რა. ეხლა ის სახლის პირობებში კი, მაგრამ ეხლა იმას ვერ გავიყვან, რა ქვია. როგორც მივხვდი შენი საუბრიდან, არასოდეს არ გქონია მომენტი, რომ რა მინდოდა, რამ დამაწყებინა. ანუ სულ კმაყოფილი იყავი და ყოველთვის წინ და წინ მიდიოდი. ანუ ხო, პატარა შედეგსაც რო ხედავდით, ეგ ისე ხო, ისე მოგწონდა და ისე გვინდოდა წინ და წინ, რომ და არ გქონია ხო მომენტი, რომ რა მინდოდა, რამ დამაწყებინა და არა, მინდოდა პირიქით, ანუ სულ მთელი პროცესი პირიქით, ხო, კი, და ეხლა ხო, საერთოდ შედეგი რაც არის. იცი რა მაინტერესებს გიორგი? ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ახლოს სურს, რომ დაიწყოს რემონტი, ხო? რას ურჩევდი ამ ადამიანებს? ეტყოდი, რომ თავიანთი ძალებით გააკეთონ რემონტი, თუ ეტყოდი, რომ დაიხმარონ, ესე ვთქვათ, პროფესიონალი გუნდი? ანუ მან ახლა გააჩნია რა სად დაკეთებენ რემონტს, რა გორი რემონტი უნდათ და ასე შემდეგ რა. ეხლა თბილისში რაღაც კორპუსში, ნუ ეგეც მიფიქრია, ეხლა გუშინ ვიყავი ჩემ მეგობართან ეგრე რა კორპუსში და თავის ხელით აქ მაგასაც ყველაფერი გაკეთებული და ძალიან გემრიელი სახლი იყო, ძალიან მომეწონა და მან ცოტა ეგ შეხედულება მქონდა, რომ ეხლა ქალაქში ალბათ მე თვითონ არ ვიზავდი თქო და ის რახან სოფლის სახლია, ცოტა რაღაც ექსპერიმენტებიც მოსულა და რაღაც შეგეშლება არა უშავს რა და ჩემ გარშემო ეხლა მეგობრები ვინც რემონტში არიან, ანუ მე ერთი ადამიანი არ მინახავს, ვინც არ წუწუნებს და დატანჯული არ არის მაგითი და შესაბამისად არ ვიცი რა შეცდომები ხვდებათ ეხლა მე არ მქონია ეგეთი რემონტის გამოცდილება რომ ეგ გითხრა რომ დავიწყე და ეს შემეშალა და ეს უნდა გაითვალისწინოთ და ასე შემდეგ იქ ხო გეუბნები ბაზალეთზე თავიდან ბოლომდე გზადაგზა რასაც ვიგებდით ვაკეთებდით ეგრე გავაკეთეთ და მასალების ტრანსპორტირებას როგორ ახდენდი თავად უძღვებოდი ამასაც თუ არა, ტრანსპორტირებას რა უშუალოებრივად რაღაც არის გადამზიდი საშუალებებით, ხო. მანქანაში თუ მეტეო და მანქანით. მე მაგაში თანხას დავზოგავდი. ფეხით. ხელით წამოვიღებდით ხო, ტექნიკას 2 მეტრიან მასივარს, ანუ რაღაცა 30 კვადრატულ იატაკის მას რა ქვია, ხეს წამოვიღებდი. და შევეჭედებოდი. წამოვიღებდი. ეგეთი რაღაცა მაგაშიც გამიმართლა რომ იქვე იყო რა უმეტესობა ნატახტარში იყო რაღაცა მასალა, მაგალითად ხე მოკლედ შენ ძალიან ამ რემონტის პროცესში როგორც ვფიქრობ. ხო, რა ვიცი, მომდომებული ვიყავით და მაგითო. და იცი რა მაინტერესებს, რა დაგაბრუნა რემონტის წინა დღეს. როდის დაიწყა რემონტი, რა თარიღი იყო თუ გახსოვს? თარიღი ეგრე არ მახსოვს, მაგრამ სექტემბერი, ოქტომბერში დავიწყე შარშან. რა დაგაბრუნა რემონტის დაწყების წინა დღეს. შენ თავს რა რჩევას მისცემდე? ანუ ამ რემონტს რა ჩემთვის რაღაც დადებითის გარდა არაფერი ის არ მაქვს რა რაღაცას შევცვლიდი ახლა სხვანაირად ვიზავდი ან იმას არ ვიზავდი ან ამას არ ვიზავდი არ მაქვს რა ანუ ძალიან კმაყოფილი ვარ თავიდან ბოლომდე რაც მოხდა და როგორც მოხდა თავის თითის მოჭრიან ყველაფრიანად თითი შევინარჩუნეთ რემონტი გავაკეთეთ ხო სახლის მეპატრონე კმაყოფილია და შესაბამისად ყველაფერი არის კიდე რაღაცები დარჩენილი იქ არის კიდე გარეთ დგას ცალკე სამზარეულო რა ხო ეს სოფლებში ხო ბარბეკიუს სამბავიც ხო ხო რა და მაგასაც მივადექის რა მანდაც საშინელება ხდებოდა და
ეხლა მაგაზე გადავედით. აი მთავარი სახლი რაც არის ძირითადად სადაც უკვე შეგიძლია ახვიდე ზამთარში ზაფხულშიც იცხოვრო კომფორტულად, ეგ დამთავრებულია რა და მაგრამ ბევრი რაღაცა არის. ეზოსაც მოვედეთ მარტო სახლი კი არ იყო. გაჩვენებ ყველაფერს. ანუ ეზოსაც მოკლედ ხო რა, იქ სახლის გარშემოც ცოტა მოლამაზდა. შენი შვილი თუ იყო ჩართული ამ კავშირში. გეხმარებოდა ხო ალბათ. ხებავდა და უხარია ხო ეხა ახალი სახლი თავისი გარემოტებული მამასთან ერთად წარმოვიდგენია რა თქმელი მოგონებთ თუ ემახსოვრება ეგ კიდე ის არის რა ქვია კაი არის პატარა ეხა 3 წლის 4-ის არის რა 3-ის იყო რომ დავიწყეთ რაღაცა ალბათ ემახსოვრება ხა მე 3 წლისას 1-2 კადრი მახსოვს მაგრამ აუ რა კადრებია რაღაცები ბაღი და რაღაცები მე მიხარია რომ მოყოფილი ხარ მე მიხარია რომ შეძელე და შენი ძალებით გააკეთე სახლში რემონტი გემატანო წარმოდებებს გისურვებ მადლობა დაგემთავრებინოს მალე და ის შედეგი დაგეტოს რა შედეგიც მიზნად გაქვს დასახული ახლა დროა რომ დაგემშვიდობო ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო პოდკასტი იყო და ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი და გაგვიზიარე საჭირო და საინფორმაციო საჭირო და არა ეცამე მადლობა რომ მოხვედი და გაგვიზიარე საჭირო ინფორმაცია ჩვენ კი შევხვდებით მომავალ პოდკასტზე ნახვამდის